მოგესალმებით აგურას YouTube არხის მაყურებელს. გრძელდება ინტერვიუების სერია ახალი სახეები პოლიტიკაში. დღეს უკვე მე-6 ინტერვიუს ვიწერთ და დღეს ჩემი სტუმარი არის ნუკრი კაკულია. გამარჯობა ნუკრი, პირველ რიგში მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ნუკრი, სტანდარტულად დავიწყებ პირველ კითხვას. შენ შესახებ რომ გითხრა მცირე ბიოგრაფიული ცნობები, მაყურებელს გააცნო შენი თავი. მოგესალმებით, მე ვარ ნუკრი კაკულია, როგორც აღნიშნა უკვე გიორგი. დავიბადე ქალაქ ზუგდიდში 1999 წელს, სკოლაც ქალაქ ზუგდიდში დავამთავრე და შემდეგ ჩამოვედი თბილისში, ვსწავლობდი ილიაუნიში ისტორიის ფაკულტეტზე, თავს ამ ეტაპზე გადამდგარ ისტორიკოსს უწოდებ. ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა მისი კვლევა და ზოგადად საქართველოს თუ მსოფლიოს ისტორია და შესაბამისად ამიტომ გადავწყვიტე როგორ მადმესწავლა. ხოლო შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სხვა რაღაცებმა გამიტაცა და დამაინტერესა და შესაბამისად ისტორია ამ ეტაპზე არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი თქვათ შემადგენელი ნაწილი, მაგრამ მე მაქვს იმედი რომ ადრე თუ გვიან დაუბრუნდები ისტორიის სწავლების ან შესწავლის ეტაპს ჩემს ცხოვრებაში. ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, თბილისში და ჩამოსვლის შემდეგ ეს პერიოდი ემთხვევა ქართული ოცნების სიშლეგისკენ გადახვევას. მაინც რაც არ უნდა ვთქვათ, პირველი 5-6 წელი ქართული ოცნება ზომიერ არც აქეთ პოლიტიკას ატარებდა, ხოლო აი 2018-19-დან უკვე წელი არ გავა, რაღაცა სიგიჟე არ გააკეთონ და მუდმივი პროტესტები და მუდმივი ქუჩის თუ ნებისმიერი სახის პროტესტი მოიცვა ეს ქვეყანა და შესაბამისად მე პირველივე დღიდან ამ ამბავში ვარ ჩართული როგორც ერთი რიგითი აქტივისტი ან ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ უნდა ეს ქვეყანა იმ რელსებზე გადავიდეს საბოლოოდ, რასაც საითკენაც მეგვაქხანებს ქართული ოცნება. შესაბამისად ჩართული ვარ დიდი ხანია პროტესტში, მაგრამ რასაც ვუყურებ თუ არ მოგწონს რა ხდება ქვეყანაში, ან შენ თვითონ უნდა აიღო პასუხისმგებლობა და ცადო შეცვლა, ან შენ ვერაფერს ვერ მოახერხებ. ამიტომ ვცდილობ უკვე გააზრებულად რომ ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად, ან იმ ხალხთან ერთად, ვინც საერთო ღირებულებების გარშემო შევიკრიბებით, ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შევცვალოთ და პოლიტიკურ რეალობასთან ერთად შეიცვალა საერთო ფონიც. კი ბატონო, აი მომდევნო კითხვას ნაწილობრივ უპასუხე, ხო? ან მომდევნო კითხვა იმასთან დაკავშირებით არის, რომ როდის გადაწყვიტე ზოგადად პოლიტიკაში მოსვლა და რა არის ამის მიზეზები. მიზეზებზე ნაწილობრივ ისაუბრე, რომ პირადი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, ვისაც რა დოზით და რა ფორმით შეგვიძლია ეს, მაგრამ აი როდის გადაწყვიტე ეს არ გითქვამს და ამასაც თუ დავუმატებ. დიდი ხანი არ არის გადავწყვიტე, ჩემი მიზანი არასდროს არ ყოფილა რაღაცა პოლიტიკაში ყოფნა, რაღაცა საჯარო თანამდებობაზე, ეს არც ეხლაც არ მინდა. მე უბრალოდ მსურს ცვლილებები და ამ ცვლილებების გზაზე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი გზა და სწორი ნაბიჯი, რომ რაღაცა ერთგვარი ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა და მუდმივად ახალი თაობები უნდა ჩაერთონ პოლიტიკაში. თაობების ცვლილებით და რაღაცა ახალი სისხლითაც ვახსენე. მეტი შანსი გვაქვს ქვეყანაში გაბატონებული ცუდი რეალობა შევცვალოთ, ვიდრე უკვე მოვაჭებული სახეებით, ან არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ყველას ღვაწლისთვის მადლობას გადავუხდი, მაგრამ ეს ღვაწლი საბოლოოდ გამარჯვებით არ სრულდება ხოლმე და იქნებ დადგა დრო ცვლილებების. კი ბატონო, საკმარისი არ აღმოჩნდა ასე ვთქვი. ხო, არა, ამდენი წელია არა მარტო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 30 წელია საქართველოს თავისუფალია და თუ არ ჩავთ რაღაცა მცირე გამონათებებს, ძირითადად ეს ქვეყანა ცუდი ქვეყანაა, ასე ვთქვათ, როგორც სახელმწიფო. ხალხი მშვენიერია და ხალხის იმედი მაქვს, რომ მაქვს, იმიტომ არ ვიდრე ვცდილობ ვიყო პოლიტიკაში. ეს პოლიტიკაში ყოფნასაც მინდა შევიხვანო ეს. მე არ ვარ ჯერ პოლიტიკოსი, ვერ ვუწოდებ ჩემ თავს პოლიტიკოსად, მე ვთვლი რომ პოლიტიკოსი უნდა მიწოდოს ხალხმა და ხალხთან მუშაობის შედეგად დავირქმევთ დაგვერქმევა პოლიტიკოსები. სხვანაირად უბრალოდ ესე შეგვიძლია ვიჯდეთ მსგავს პოდკასტებში ვეძახოთ ერთმანეთს და საკუთარ თავს პოლიტიკოსები და საბოლოოდ საქმე ვერ გაკეთდეს. პირველ რიგში საქმე მან გაგვსაჯონ ჩვენ და ხალხმა მოგვანიჭოს მანდატი შესაბამისი.
კი ბატონო ნუკრი, შემდეგი კითხვა ცოტა ვრცლად მინდა დავსვა. წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია. ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ, რომ შენც აღნიშნე, რომ რაღაც დაუკრიფავში გადავიდა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნება. ეს ერთის მხრივ ის რომ თავიდან თითქოს არ იყო ძალადობრივი რეჟიმი და ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოჩნდა, რომ ეს საკმაოდ ძალადობრივი რეჟიმია, მათ შორის არ ვიცი, ქრისტიანის სახელს ირგებს, ესე ვთქვათ, მაგრამ პარალელურად შარშან 24 წელი მაქვს მხედველობაში, ვნების შვიდეულშიც კი თუ სწორად მახსოვს, ეს იყო 30 აპრილი, რასაც ქვია პროტესტის სისხლში ჩახშობა მოხდა, უდიდესი ძალადობა გამოავლინა და არა მხოლოდ მაგ დღეებში, რა თქმა უნდა, ასეთი დღეები ბევრი იყო. უბრალოდ ეს ჩემთვის ძალიან ისე ხელშესახები იყო რა, ეს კონკრეტული დღე, თუ არ ვცდები, იყო დიდი ხუთშაბათი. და წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი სახე არ გამოულენია ჯერ, ან დავბრუნდეთ, ასე ვთქვათ, 2000 დაახლოებით 17 წელს. ძალადობრივ რეჟიმს არ გამოულენია, რომ მოძალადეა, ასევე არ მომხდარა, ასე ვთქვათ, ეს საგარეო კურსის ცვლილება, მაგრამ მაინც თუ იყო რამე ისეთი ქართულ ოცნებაში, რაც შენ მანამდეც არ მოგწონდა. ანუ ეს ორი რამ რო ჩამოაშოროთ და ისე ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, მან პირველ რიგში არის ოლიგარქიული სისტემის პრობლემა. ანუ ქართულ ოცნებას ძალიან მყარად და ვერტიკალურად მართავს ერთი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხუშტურებზე და არის დამოკიდებული ყველაფერი, ანუ მაგალითად ქვეყნის რეალურ მმართველს, პრემიერ-მინისტრს კი არ ირჩევს ხალხი, არამედ ირჩევს ბიძინა. ბიძინას როგორც მოუნდებოდა, ისე ჯერ თვითონ იყო პრემიერ-მინისტრი, მერე თავისი ხელის ბიჭი დანიშნა, მერე გაუშვა. ხო, გაუშვა, მერე კიდე დანიშნა, კიდე, ანუ სრული მარაზმი, ანუ ეს არის პირველ რიგში ის, რაც ამ ქვეყანას მიაქანებს უსკრულისკენ, რომ არ არის, ანუ ქვეყანას მართავენ არა ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, რომლებსაც ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე აქვთ. არამედ ერთი კაცის ბიზნეს მიერ არჩეული ადამიანები მართავენ, ვისაც ანგარიშვალდებულება მხოლოდ ბიზნეს წინაშე აქვს და ისიც თუ ვერ მოაწონებს თავს, კი ხედავთ ღარიბაშვილს რაც დამართეს, ხო? ანუ ეს ხო იქამდეც იცოდნენ ღარიბაშვილის შესახებ, ანუ რა წლებია იგი წერება და ჟურნალისტური გამოძიებები არსებობს. როგორ თავს გასულია ღარიბაშვილი თავისი კორუფციით და ეხლა გაახსენდათ, რომ კორუფციონერია, ხო, სისულელე. ღარიბაშვილთან ერთად მთელი ქართული ოცნება კორუფციაშია ჩაფლული, იმათ რატო არ იჭერენ. ხო, ეს არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ოცნება მაშინაც არ მომწონდა და ზოგადად დამოუკიდებულება სასამართლოს მიტაცება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებული რაღაცა ისეთი ამბები კადრების გავრცელება თუ მათი ფიზიკური განადგურება თუ დაჭერა და აგზავა ეს მოვდიოდით აქამდე მაშინ ჯერ კიდევ გვეგონა რომ რაღაცა უფლება გქონდა ნაკლებად ჩართული ყოფილიყავით და თავისუფლებას ვაძლევდით რომ ნაკლებად მიგვექცია ყურადღება ქართული ოცნების ლაფსუსებისთვის, მაგრამ შემდეგ უკვე ამის სივრცეც აღარ დარჩა და უბრალოდ თავით უნდა შევასწრით. კი ბატონო, მან მეც დავამატებ, რომ მე ვთვლი, რომ ეხა 2012 წელს მე პირადად ქართულ ოცნებას მივეცი ხმა და არ ვთვლი ამას მე არ პატარა ვიყავი და ვერ მიცემ. ჩემი პირველი არჩევნები იყო, ასე ვთქვათ. და არ ვთვლი, რომ მაშინ შეცდომა დაუშვი. იმიტომ რომ მაშინ წინა ხელისუფლებაც ფაქტურად დაუკრეფავში იყო გადასული, მაგრამ ის რომ ქართულმა საზოგადოებამ 2016 წელსაც აირჩია ერთპარტიული მმართველობა, ეს იყო უკვე ჩემი აზრით საზოგადოების შეცდომა. ჩვენ რო 2016 წელს გადავსულიყავით მრავალპარტიულ მმართველობაზე და გადავსულიყავით არჩევნების გზით. დღეს ჩემი აზრით გაცილებით უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით და ეს დიდი პრობლემებიც არ დადგებოდა ქვეყნის წინაშე. ქართულობა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ესე მომხდარიყო და ამასთან ერთად მაშინ ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი ყავდა ქართულ ოცნებას, ნაციონალური მოძრაობა, ჯერ კიდევ იყო მარტო იყო პოლიტიკურ ველზე ოპოზიციაში, როგორც მახსოვს, თითქმის არავინ არ იყო სხვა. იყვნენ პატარ-პატარ პარტიები. ხო, რეალური ძალა ძლიერი არც ერთი არა. არავინ, მე მგონია ვერც ვერავინ შევიდა პარლამენტში სხვა 2016 წლის პარლამენტში არ მახსოვს. მე უბრალოდ დაიყვნენ, ნაცები დაიყვნენ და იქ აღმოჩნდა გირჩი, ისე რა ქვია, ევროპული საქართველოს და ნაცები, თორე 16-ში ხო მხოლოდ ნაცები და ქოცები იყვნენ პარლამენტში თუ სწორად და პატრიოტთა ალიანსი მე მგონია. ანუ მე ვიძახი რეალური ოპოზიცია გარდა ნაცების არ ყავდა ქართულ ოცნებას და ეს კარგად გამოიყენა ოცნებამ, რომ ეს ნაცების დაბრუნების რაღაცა შიში კარგად გააღვივა საზოგადოებაში და მივიღეთ ეს, ხო, ანუ მაშინ ალბათ რაღაცა პოლიტიკურად ვერ ვიყავით ისე
გაწაფულები რაღაცეებში, რომ ჯერ კიდევ აი ქართული ოცნება ხო 2024 წელს რა აყალბებს არჩევნებს, ისე მაშინ ვერ აყალბებდა. მაგრამ მაშინ უკვე საზოგადოება არ იყო იმდენად აჭირდებული, ხო? ამიტომ ხო, ზოგჯერ ისეა და ბოლოს გვიწევს აი თავით შესკვლელმა ბოლომდე. წარსულზე უკვე ვისაუბრეთ, აი დღეს რა პრობლემას ხედავ შენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რის გამოც გონია რომ აი შენი თაობა უნდა ჩაერთოს უფრო აქტიურად პოლიტიკურ პროცესში. დღეს ყოველი დღე პრობლემაა უკვე. ყოველი ახალი დღე წინ გადადგმული ჩვენი მხრიდან ნაბიჯების გარეშე უფრო მეტად გვაახლოვებს დამყარებულ დიქტატურასთან და უფრო ახლოს ვართ ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც ცხოვრებაც უბრალოდ შეუძლებელი გახდება რაღაც მომენტში. ჯერ კიდევ თუ გვაქვს რაღაცა სუნთქვის საშუალება და მე და შენ ვზივართ და რაღაცა პოდკასტს წერთ, სადაც ვაკრიტიკებთ ქართულ ოცნებას, იქამდე მივალთ, რომ ამის საშუალებაც არ გვექნება და მართლა იატაკქვეშეთიდან მოგვიწევს ოცნებასთან ბრძოლა. ხოლო რა უნდა გავაკეთოთ? ხო, ეს ბევრი ვარიანტი არსებობს, ხო, მაგალითად 4-ში ვიღაცები ცდილობდნენ, რომ რაღაცა დროშების რევოლუციით შეეცვალოთ ხელისუფლება, მაგრამ ეს იქამდეც ვიცოდით და იქაც აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია ქართული ოცნება ძალის კუთხით ჯერ შენზე ძლიერია. ძალას ვერ დავუპირისპირებ, ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი ბერკეტი, რომ დავუპირისპიროთ ჩვენი ერთიანობა, გონება და ის რომ უფრო მეტ ადამიანს უნდა ვემუშაოთ და უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ქართული ოცნება არის რაღაცა ისეთი ძალა, რომელიც დღეს თუ მას არ ეხება, ხვალ აუცილებლად შეეხება ყველას გადაყოფავს და ყველას შეჭამს. მათ შორის ქართული ოცნების ჯერ კიდევ მხარდამჭერებსაც, ხო? ადამიანებს უნდა აუხსნათ, რომ დიქტატურაში ცხოვრება მათზე აისახება პირველ რიგში და მათ ხელფასებზე, მათ პენსიებზე, მათ ცხოვრების ხარისხზე და მართლა კი არის ვღადაობთ იმაზე სუბს ავჭამ და კარგად ვარ, მაგრამ ეგრე ხო არ არის ქართული ხალხი, ანუ რაღაცა ერთი იდიოტის გამო მთელი ერი არ გადაწყვეტს ბიზნეს მასში ჩაყვეს საფლავში და სუპიჯამოს იმ საფლავში, სიცულელია. მაგრამ ამას სჭირდება ხალხის მართლა დარწმუნება, მუდმივი მუშაობა და ხმა რომ აი ეს გელის თუ დღეს არ გავაჩერებთ. ანუ რაღაცა ხეთს რაც უფრო ახლოს მოუშვებ შენთან, მით უფრო მეტად იქნება შანსი რომ შეგჭამოს. ამიტომ ამას ალტერნატივა არ აქვს, რადგან არის მილიონი ხერხი არსება. აი მაგალითად არჩევნები ხო აღარ გვაქვს რეალურად, მაგრამ იმ არჩევნებსაც მაშინ დაუბრუნდება აზრი თუ რაღაცა მოსახლეობის არჩევნებზე მისული ადამიანების 75% ოპოზიციას შემოხაზავს. გარდამტეხი უნდა იყოს. ხო, ანუ ხალხის რეალური მასა, აი განცდა უნდა იყოს, აი კოციც კი რო გაიხედავს ირგვლივ, აი 25%-იანი კოცი რო გაიხედავს ირგვლივ და ნახავს რომ იქ ოცნებამ 60% დაიწერა, მაგრამ ირგვლივ 60% არ არის და ჩვენ დავინახავთ რომ არ არსებობს 75% ვართ ჩვენ და არ არსებობს გამარჯვებული ოცნება, მან იქნება უკვე გარდამტეხი განცდა რომ აი რას ვაკეთებთ და მართლა ვამხობთ თავზე ყველაფერს. ხო, იქამდე 2024 წლის არჩევნები, რა თქმა უნდა, გაყალბებული არჩევნებია, მაგრამ არა იმდენად რომ ხალხში განცდა გაჩენილი იყო, რომ აი დავიღუპეთ, ხო? სამწუხაროდ ჯერ კიდევ ოცნება ახერხებს სხვადასხვა ხერხებით, რომ რაღაცა მაშინ დაშინებით თუ მოსყიდვით თუ უბრალოდ რაღაცა პროპაგანდის საშუალებით ხალხი დაარწმუნოს, რომ მისცენ ხმა და ამიტომ ჩვენ პირიქით უნდა გადმოვარწმუნოთ, რომ ოცნებისთვის ხმის მისცემა მხარდაჭერა არ მოიტანს კარგს. კი ბატონო, მადლობა ნუკრი, აი ჩვენ წარსულზე ვილაპარაკეთ, აწმყოზე ვილაპარაკეთ და მოდი ახლა მომავალსაც შევეხოთ. წარმოიდგინე ესეთი სიტუაცია, რომ აი შენ რომელ გუნდთანაც აპირებ ერთად მუშაობას ამ პოლიტიკური კუთხით მოხვედით ხელისუფლებაში. რა იქნება ის პირველი, რასაც თქვენ შეცვლით, რა რეფორმას გაატარებთ? პირველი ალბათ ულაპარაკოდ უნდა იყოს სასამართლო რაღაცნაირად რაღაც უნდა მოუხერხოთ ამ სასამართლოს, რადგან უბრალოდ შეუძლებელია ნორმალურ ქვეყანას არ აშენებდე და მურუსიძე ჯინჯალაძის სასამართლო ყავდეს და ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რასაც დღეს ვუყურებთ, ხო? სასამართლო იქცა რაღაც ნოტარიუსად მართლა ნოტარიუსზე უფრო ხელს აწერს ყველაფერს. რა ბრძანებასაც მიიღებს,
წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის და ყველაფერზე მიდიან რაც არის კატასტროფასული ქვეყნისთვის თუ რამე არის კატასტროფა ერთ-ერთი არის სასამართლოს მსგავსი მდგომარეობა და ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც ესე იყო ეხლაც ესეა და ფუნდამენტური ცვლილების გარეშე ყველა მომავალი ხელისუფლება რაც არ უნდა ეს რაღაცა ბაზალეთის თვიდან ამასული ოქროს თვიანი ბიჭუნები და გოგონები იყვნენ ვერაფერს ვერ შეცვლიან თუ აი ეს არ ამოიძირკვა რასაც სასამართლოს სიგიჟე ქვია და ამას ებმის იგივე ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებები ხო ანუ პოლიციაც რა დღეშია რაღაცა პირბადებს ლუკავენ ყოველდღე და რაღაცა თავს იმცირებენ მართლა ანუ თუ რამე არის მუნდირის შეურაცხყოფა და მუნდირის შებღალვა არის აი ეგ რა ბრძანებებსაც და დავალებებსაც ასრულებს დღევანდელი ქართული პოლიცია და ეს არის ალბათ პირველი ორი ძირითადი რაც უნდა ეგრევე გაკეთდეს და შემდეგ ახლა ეკონომიკური რეფორმები არის უნიშნულოვანესი ამ ქვეყანას სწორი ეკონომიკური რეფორმების შემთხვევაში მართლა აქვს შანსი 10-15 წელიწადში რაღაცა ევროკავშირის დონის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ქვეყნების დონის ქვეყანა გახდეს და ეგ არის ხო ყველაფერი ერთმანეთზე არის მიბმული მილიონი პრობლემა ამ ქვეყანაში და ყველაფერი ლამის ახალი რესპუბლიკა გვაქვს დასაფუძნებელი მინდა გითხრა. კი ბატონო ნუკრი, მადლობა. ეხლა გადავალ უკვე თქვენთვის ყველაზე საყვარელი ნაწილზე, ეს არის მაყურებლის კითხვები. ჩემ გვერდზე, უпростоრედ აგორას Facebook გვერდზე, ყოველთვის როდესაც ახალ სტუმარს ვიწევ და წერთ ინტერვიუს, იდება ფოტო და იქ შეგიძლიათ დასვათ კითხვები. და ნუ ნებისმიერი კითხვა, რა თქმა უნდა, გაჟღერდება. ნუკრი, პირველ კითხვას წავიკითხავ. შენი აზრით, როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ ხალხის მხარდაჭერის მოპოვება რეგიონებში? ხო, ჩემი აზრით, ხალხის მხარდაჭერა რეგიონებში არის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი რეალური ცვლილებების, ხო? და აქამდე ჩვენ უამრავი მაგალითად კარდაკარი გვინახავს, სადაც პარტიები, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოერბენენ და არიგებენ ფლაიერებს, ზედაპირულად გამარჯვებას ეტყვიან ხალხს და შემდეგ გაქრებიან მომდევნო 4 წელი. ხო, ასე არ გამოვა არაფერი, რადგან შენ თუ ოპოზიცია ხარ და ესე აკეთებ, იქ ქართული ოცნება და ხელისუფლება არსებობს, რომელსაც იქ ის კოორდინატორები ყავს, გამგებელი ყავს ბოლო-ბოლო და უნივადი იმ ხალხთან არის და შესაბამისად შენ თუ რეალურ კარგად არ დაანახებ ამ ხალხს რისი ცვლილება გინდა და შენ რატო უნდა მოგცეს ხმა და თუ მის პრობლემებს რეალურად არ გაიზიარებ და კონტექსტში არ ჩასვამ, ეხლა ერთი და იგივე კამპანიას არ უნდა აწარმოებდე იმე გლდანში და იმე ცაგერში. ხო, ანუ ერთი და იგივე მესიჯებით თუ ელაპარაკები გლდანელ და ცაგერელ ადამიანს, არც ერთი მოგცემს ხმას და არც მეორე, ხო და ვიცი, ისევ მიფიქრებს, რომ შეჩვეული ჭირი ჯობია, შეუჩვეულ ჭირს. შესაბამისად, პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი ადგილზე გააზრება რა უჭირს ხალხს. და აი მაგალითად წინა არჩევნებზე 2024-ის არჩევნებზე მთავარი ლოზუნგი იყო კამპანიის შენი ხმა ევროკავშირს. აი სულ ფეხებზე არ კიდია ვიღაცას ევროკავშირი, როდესაც რაღაცა ყოფითი პრობლემები აქვს. ანუ შენი ხმა ევროკავშირს კი არ უნდა იყოს მესიჯი. არამედ მესიჯი უნდა იყოს რას მოუტანს ევროკავშირი კი არა, ზოგადად კარგი ქვეყნის არსებობა მას კონკრეტულ ბებიას ან ბაბუას ან ადამიანს მაშ რა ქვია სოფელში. და უბრალოდ რო ეტყვი ევროკავშირში შევალთ, რა მე თუ არ მოაყოლებ იმას თუ რა იმას მოუტანს ბენეფიტებს ეს ევროკავშირში შესვლა მაგალითად. კი, აი ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა, რომ ერთ-ერთ სოფელში მაგალითად შემდგომ თუ არ ვწდები რადიო თავისუფლებამ შეიძლება მეშლება ჩაწერა ინტერვიუ, ну ეს იყო ქვემო ქართლის ერთ-ერთი სოფელი, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის პროცენტულად საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმები აიღო ქართულმა ოცნებამ და რეალურად იქ იყვნენ ჩასულები როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები და ну ეხა ქართულ ოცნებას ჩასვლა არ ჭირდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისედაც მანამდე მართველი ძალა იყო იმ რეგიონშიც და ზოგადად მთლიან საქართველოში. და ну ოპოზიცია ჩავიდა და უხსნის იმას, რომ აი ჩვენ თუ მოგცემ ხმას, გავწევრიანდებით ევროკავშირში. ქართული ოცნება ჩავიდა და წყალი გაუყვანა. მარტივი მაგალითი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხა ამდენი წლები არსებობენ და იმ სოფელს წყლის პრობლემა ჰქონდა, ну არჩევნების წინ გაუყვანა წყალი, იმიტომ რომ რეალურად იცოდა რა პრობლემაც აწუხებდა. ჩემს მსგავსი პრობლემები ხელოვნურად არის დატოვებული ისევ რაღაც ადგილებში, რომ შემდგომ არჩევნების წინ ხმების მოპოვების საშუალება იყოს. ხო, არა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ პარტიებმა კონტექსტის აღქმა უნდა ისწავლონ. კონტექსტი არის კონტექსტის გარეშე
შეუძლებელია რაიმე რეალურს მიაღწიო, ხო? და ასევე უნდა იცნობდე შენს ხარდამჭერებს, შენს ამომრჩევლებს, მინიმუმ ბაზა უნდა გქონდეს რაღაცა. 10,000 კაცი ბაზა უნდა გქონდეს, დაცული რა თქმა უნდა, ხო? თანამედროვე კიბერშეტევების პირობებში მნიშვნელოვანია ეს ხალხი დაცული გყავდეს და გოცნება არ მოგპაროს შენი ხარდამჭერების, ანუ ეს სხვა საკითხია, მაგრამ მინიმუმ უნდა იცოდე ვინ გიჭერს მხარს, ვინ არის მზად რაღაცა შენი ხმა დაიცვას, ვინ არის მზად რეალურად იაროს კარდაკარზე არა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, არამედ სამთელი პერიოდის მანძილზე. გავიგე ეს ყველაფერი ფინანსებთან და რაღაცა მთელს პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზაც არ არის. ხო, ამიტომ მეტი მუშაობა და სწორი მუშაობაა საჭირო. კი ბატონო, ნუკრი, შემდგომ კითხვაზე გადავალ. თქვენი აზრით როგორ უნდა შეიცვალოს საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოში? როგორი უნდა იყოს უცხოელის სამართლებრივი მდგომარეობა და ემხრობით თუ არა იმ იდეას, რომ აიკრძალოს უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა, განსაკუთრებით მიწის ნაკვეთის? ხო, ცოტა ესეთი საკითხია. რთული საკითხია. რაღაცა რეგულაციები ყოველთვის საჭიროა, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ რაღაცა სრულიად უნდა იყოს საზღვარი ჩაკეტილი. რადგან პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ქართული მოსახლეობის და ქართველი მოსახლეობის არა მარტო ეთნიკურად ქართულის, არამედ აი აქ დაბადებული გაზრდილი რაღაცა ის იქნება ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი თუ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეების აქ შენარჩუნება და იმაზე ზრუნვა, რომ აქ განმოვითაროთ ეკონომიკა ისე, რომ მათ სხვა ქვეყანაში რაღაც ლუკმაპური საშუალებლად წასვლა არ უწევდეთ და მიდიოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უფრო მეტი შემოსავალი ქონდეს, ანუ აქ უნდა იყოს ღირსეულად, უნდა შეეძლოს მუშაობა და ღირსეული ფინანსების დაგროვება, მაგრამ თუ უფრო მეტი უნდა, მაშინ მაგ შემთხვევაში მიდიოდეს მაგალითად და სასწავლებლად მიდიოდეს. იმის გამო, რომ აქ 100 ლარი აქვს ხელფასი თვეში და არ ყოფნის იმის გამო ქვეყანას არ უნდა ტოვებდეს არავინ. და ესეთ პირობებში, ესეთ ქვეყანაში კიდე უფრო მეტი მაგალითად იაფი მუშახელის შემოყრა არ ამგონია სწორად ავითარებდეს ქვეყანას. თორე ზოგადად მე არ ვთვლი, რომ ჩაკეტილი უნდა იყოს ყველასთვის საზღვრები და ვიღაცები რა თქმა უნდა შემოდიოდნენ და აქ მათი გონება და მათი ჭკუა და მათი რესურსები მიმზიდველი უნდა ვიყოთ. ანუ მიმზიდველი უნდა ვიყოთ ყველასთვის, ყველას აი როგორც მაგალითად ყველას უნდა ამერიკაში წასვლა და იქ ცხოვრება, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხვალდაზე ეგეთი ქვეყანა გავხდებით, მაგრამ ყველასთვის მიმზიდველი უნდა იყოს ჩვენთან ჩამოსვლა, ცხოვრება, მუშაობა, მისი ცოდნის აქ გამოყენება და შემდეგ უკვე რაღაცა, რა თქმა უნდა, ბერკეტები უნდა ამუშავო, რომ არ გაგექცეს. სხვათა შორის ჩეხეთში, მე მგონი ჩეხეთში არსებობს ესეთი კანონმდებლობა, რომ უცხოელს, ანუ არა ჩეხეთის მოქალაქეს, შეუძლია რაიმე ვაკანსიაზე დაასაქმდეს. ოღონდ ის ვაკანსია მინიმუმ 2 თვის განმავლობაში უნდა იყოს გამოცხადებული. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ 2 თვის განმავლობაში რაღაც ვაკანსია ჩეხ მოსახლეს არ მოეწონა, იქ შეუძლია უკვე რომ უცხოელს დასაქმდეს. ნუ ჩემს საკმაოდ საინტერესო კანონი არის. ხო, საინტერესოა, ხო. ახლა ბევრი ამის მოფიქრება შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. ერთ-ერთ მაგალითად თქვი. რომ მოკლედ საბოლოო შევაჯამო, მე არ ვარ მომხრე სრულიად ჩაკეტილი საზღვრების პირიქით ღიაობას უჭერ მხარს, მაგრამ პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, აქ დაიბადა, ენაისის ეს ყველა უყვარს. ხო, ენისო და მნიშვნელოვანია, მათ შორის მომსახურების სფეროში პირველ რიგში. ენისო და ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვისურვებდი, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ქართული პასპორტი, ენა უნდა იცოდეს ქართული ენა, სახელმწიფო ენა რაც არის. რა თქმა უნდა. კარგი, ნუკრი, შემდგომ კითხვას წავიკითხავ. გასაგებია, რომ ახალი სახეა. უბრალოდ განსხვავებულს რას გვთავაზობს თვითონ ან მისი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ეკუთვნის. გულისხმობ არსებული პარტიებისგან განსხვავებულს, ასევე მაინტერესებს რა გუნდის წევრია. არაფერი გაგვიგია ჯერ საზოგადოებას. როდესაც ინტერვიუებს წერთ, თან ახსენეთ, რომელ პარტიას ეკუთვნის რესპონდენტი. ახალი სახე, ესეთი ნათქვამი არა, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, მე პოლიტიკოს ჩემ თავს არ ვუწოდებ იქამდე, სანამ ხალხი არ მომცემს ამის, ასე ვქვია, მანდატს, ხო? და ახალი სწორედ თვისებრივად ეგ არის ჩვენს ასე ვქვათ, ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე მყოფი გუნდის, ახსენებ ქართული რესპუბლიკა, ვიღა ჩვენს წამოწყებას, ასე ვთქვათ, სადაც ჯერ 5-6 ადამიანი ვართ გაერთიანებული, მათ შორის გიორგიც ჩვენთან ერთად არის. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხალხის ჩართულობით
შევქმნათ ჩვენი პარტია, რომელსაც გავაკეთებთ მომავალში. ჯერ მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა ვართ და ვცდილობთ პირველი ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა რომ არ ვიყოთ რაღაცა ბელადებზე და ოლიგარქებზე დამოკიდებული, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ხალხზე ვიყოთ ორიენტირებული და ხალხზე დამოკიდებული და ეს რას ნიშნავს? აი მაგალითად როდესაც მოვიპოვებთ ხალხის მხარდაჭერას და მივალთ იქამდე რომ მოვიპოვებთ ასევე სამართლიან არჩევნებს. ამ არჩევნებში მონაწილეების სია, მაგალითად პარტიული სია, არ უნდა იყოს სადღაც მეში ერთ ოთახში ორი კაცის მიერ დაწერილი. ეს სია უნდა იყოს თქვენს მიერ შედგენილი. ანუ ჩვეულებრივ სოფლიოში ძალიან გამოცდილი და აპრობირებული მეთოდით, მაგალითად პრაიმერისით თქვენ ხალხმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მომავალმა მხარდამჭერებმა უნდა შეადგინოთ ის სია, რომელიც მერე თქვენ წარმოგადგენთ საქართველოს პარლამენტში თუ საქართველოს მთავრობაში. მსგავსი ცდილობები საქართველოში ბოლო პერიოდში იყო, მაგრამ ძირითადად არ გამოდის ხოლმე. ჩვენ ვეცდებით და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენი პარტია იქნება დაცლილი ბელადებისგან და მაქსიმალურად იქნება ხალხის აზრი გათვალისწინებული. რასაც უყურებთ არსებული პარტიებიდან, მაგალითად ავიღოთ წინა არჩევნები, 2024-ის არჩევნები, ქართული ოცნების მოყვეთ ქართული ოცნებიდან ქართული ოცნების სიაში მაგალითად 30-დან 50-მდე თუ 30-დან 60-მდე ადამიანები დაავადებულები იყვნენ ანბანის მიხედვით. ანუ წარმოგიდგენიათ? ხო, არიცი? მოკლედ 30-დან 60-მდე 31-32 იყო განსაზღვრული, ანუ ჩვეულებრივ ცხრილი იყო ჩამოწერილი, ხო? ხო, რა გვარია რაღაცა ვინ არიან პარლამენტში არც მახსოვს, მაგრამ რაღაცა ადექის მსგავსად რო დაიძახს. ხო, ანუ სამხარაძე ადექი მაგალითად. აი ეგეთი სია იყო შედგენილი. აი მაგალითად ახლებს ჰქონდათ ხო, ალბათ 3-4 კაცმა შეადგინა ეს სია. არავინ არ იცის როგორ გახარიებსაც იგივე სიტუაცია ჰქონდათ იქ. რაღაცა გახარიამ და 2-3 კაცმა შეადგინა ეს სია. ნაცები შემთხვევაშიც მასეა კიდე ლელოც, ანუ არ არსებობდა საქართველოში. აი მაგალითად წინა არჩევნებამდე ევროპულმა საქართველოს ცადა პრაიმერისი და მაგ პრაიმერიზე დაყრდნობით დაიშალა პარტია, იმიტომ რომ რაღაცა ვერ გაიყვეს. მოკლედ არ არსებობს პარტია ქვეყანაში, რომელიც რეალურად მე მგონი გირჩს ჩააკეთებს დაფინანსებაზე დაკავშირებული პრაიმერისი. ცოტა დაფინანსებაზე იყო მიგმული, როგორც მახსოვს. ხო, ხო. ვის სახელზე აფინანსებდნენ პარტიას, რაღაც ამდაგვარი იყო. კი ბატონო. ხო და მოკლედ არ არსებობს პარტია, რომელიც რეალური შიდა დემოკრატიით ოპერირებს და მუდმივად დამოკიდებულია ვიღაცების ხუშტურებზე. სწორედ აი ამის შეცვლა გვინდა ჩვენ პირველ რიგში და მაქსიმალურად ვეცდებით ყველაფერს. მოდი მეორე განსხვავებაც ვახსენოთ. ეს არის ასე ვთქვათ იდეური საყრდენი აქ პარტიას. რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა პარტიებში. ანუ თქვენ რომ აიღოთ რომელიმე პარტია და თქვათ რომ აი ეს პარტია რა იდეას ეფუძნება, გაგიჭირდებათ რაიმის თქმა. ხო, იდეოლოგიური ბუნდოვანება არის ქართულ პარტიებში. რაღაცა ქართული ოცნება რაღაცა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იცვლის იდეოლოგიას, ხან მემარცხენეა, ხან მემარჯვენე, ხან სოციალისტი, ხან კონსერვატორი ვერ გაიგებ. რაღაცა მათი ხუშტურების მიხედვით წყდება. და სხვა პარტიებშიც მასეა, ხო, ერთადერთი გირჩია, ვინც არად იდეოლოგიზირებული პარტიაა და მათი პრობლემაც შეიძლება სწორედ ეგ რადიკალიზმიც იყოს, რადგან გაზრდას გაზრდას უშლის ხეს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ რა თქმა უნდა, იდეოლოგიურ კომპასზე არად ვიჯდეთ, მაგრამ რაღაც გარკვეული ღიაობა გვაქვს, რადგან არ გვინდა იმდენად რადიკალური იდეებით გამოვირჩეოდეთ, რომ უბრალოდ ვიღაცები დავაფრთხოთ, ხო? ჩვენ ვიტყვი, რომ ვართ ცენტრიდან მარჯვნივ, ვცდილობთ შევქმნათ რეალური კონსერვატიული მოძრაობა, და არა ალტინფო და არა ისეთი კონსერვატიზმი, როგორც სამწუხაროდ დღეს საქართველოში ესმით. კონსერვატიზმი. კონსერვატები, რომლებთაც აწყობთ ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა ფაქტიურად, ხო რაღაც ამგვარი რაღაც ამოყირავებაა ყველაფერს. კონსერვატიზმის, ანუ კონსერვატი ადამიანისთვის როგორ უნდა იყოს მისაღები ლუკაშენკოობა, ან კადიროვობა და რაღაც მსგავსი მოდელები ქვეყნის. კი ბატონო, ხო და შესაბამისად აი ამ პატერნის გარშემო ვიქნებით და ისეთ ადამიანებს მოუძებნით, ვინც ჩვენს იდეებს გაიზიარებს და ისეთ ადამიანებს დაყრდნობით ვეცდებით ბრძოლას
ვინც მყარად არის შემოყალიბებული მის აზრში, მის გონში და აი ამ აზრის გარშემო ბრძოლა შეუძლია ქვეყნისთვის და არა რუსეთისთვის ან რაღაცა ვიღაც ნებისმიერისთვის. კი ბატონო, მადლობა ნუკრის სტუმრობისთვის, ეს იყო ბოლო კითხვა. თქვენ კი დაელოდეთ მომდევნო გადაცემებს, გამოიწერეთ აგორას YouTube არხი, ასევე აგორას Facebook გვერდი და დაელოდეთ მომდევნო ინტერვიუებს. მადლობა გიორგი, კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, კარგად იყავით.